დაიცავის სიტყვის თავისუფლება ამ მოწოდებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის წევრები, დეპუტატები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილებმა ამ ფორმით დაგმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომელიც მათი განცხადებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და მედია მრავალფეროვნების შენარჩუნებას. ჩვენი მთავარი გზავნილი, ჩვენი მთავარი მესიჯი ამ აქციის არის, რომ დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. გუშინდელმა განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კონსტიტუცია ფერქვეშ გაითელა, სიტყვის თავისუფლებას უკვე საქართველოში რეალური საფრთხე ექნება. რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებ რუსთავიორს. დღეს თუ მხოლოდ კერძო ტელევიზია შეეხო და მის სარედაქციო პოლიტიკას შეეხება საომარი დეცვლილებები. ხვალ თითოეულ ჩვენთაგანზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რეგიონის კერძო მაუწყებელზეც აისახება. ამიტომაც დღეს იწყება ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ზღვარი გადის ქვეყნის თავისუფლებაზე, დღეს ქვეყნის ევროპულ მიმართულებაზე და ვფიქრობთ, ესეთი გადაწყვეტილებები, მედია საშუალებების ესეთი განადგურება და ესეთი დახურვა ხელს ვერ შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ევროპულ და ევროატლანტიკულ ინტეგრაციას და რეალურად ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება დიდი რუსეთისაკენ. ამ ყველაფრის მიმართ განწყობა ნეგატიურია და მე ვფიქრობ, რომ უმეტესი ნაწილი სტუდენტებისა, ვინც საღადაზრომებს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად არის განწყობილი ამ მოვლენების მიმართ და ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ესეთი მოვლენები ქვეყანაში.